40 წლიდან ადამიანების პრაქტიკულად 100%-ს აკლდება მხედველობა რაღაც დონეზე. ადამიანებს უფრო შორს უჭირავთ ხოლმე ამ დროს ნივთები რომ დაინახონ ფოკუსი გაასწორონ, იმიტომ რომ უჭირთ ახლოს ნივთებზე ფოკუსის გასწორება, წიგნის შორს უჭირავთ უფრო რომ წაიკითხონ და წვრილ ნაწილებს მით უმეტეს ადვილად ვეღარ კითხულობენ, უფრო მეტი განათება უწევთ იმისთვის რომ აი წვრილ რაღაცები წაიკითხონ მაგალითად და ფანარს ანათებენ ხოლმე ხშირად. რატომ ხდება ეს? ერთი იმიტომ რომ ჩვენ თვალებში გვაქვს ლინზა და ეს ლინზა ძალიან გავს ფოტოაპარატის ლინზას. გინახეთ რომ ფოტოაპარატის ლინზა წინ და უკან დადის და მოძრაობს იმისთვის რომ ფოკუსი გაასწოროს და ჩვენ თვალში რომ ლინზაა, ეგეც დადის წინ და უკან, ფორმას იცვლის რა, რომ ფოკუსი გაასწოროს და ასაკის მატებასთან ერთად ლინზა, ეს თვალის ლინზა კარგავს ელასტიურობას და უხეში ხდება უფრო და უჭირს აკომოდაცია, ანუ უჭირს ფოკუსის გასწორება და ამას ჩვენ აღვიქვავთ როგორც ეს ახლოს ვეღარ კითხულობს ადვილად ადამიანი. მეორეს მხრივ უფრო მეტი სინათლე რატო ჭირდება ადამიანს, რადგან თვალის გუგები პატარა ხვრელები, რომელთაც სინათლე შედის თვალში, უფრო ვიწროვდება ასაკის მატებასთან ერთად და რომ ვიწროვდება, ნაკლები სინათლე აღწევს ჩვენ თვალში, ნაკლები სინათლე, რადგან აღწევს, მეტი სინათლე გვჭირდება იმისთვის რომ დავინახოთ კარგად. ამას გავექცევით, ამებს ვერ გავექცევით, დაემართება ყველას, ვინც 40 და 45-ს გადაცილდება. მეორე მხრივ კითხვა იქნება რომ განა ესე დაგვაკლდება მხედველობა ყველას და რაღაცა დავრმავდებით ასაკთან ერთად, არა. ადამიანს ისე არ უნდა დააკლდეს მხედველობა ასაკთან ერთად, რომ მის ყოველდღიურობას რეალურად ხელი შეუშალოს, თუ ეგრე აკლდება ის დაავადებაა. ანუ ნორმალურად ადამიანი როცა ჯანმრთელია, ისე არ აკლდება მხედველობა ცხოვრების ბოლომდე, რომ მის ყოველდღიურობას ხელი შეუშალოს და თუ რამე ასეთი ხდება, მაშინ ამას გამოკვლევა ჭირდება და ამაზე ვისაუბრებთ. ტოპ 7 მიზეზი, რატომაც ადამიანს მხედველობა შეიძლება დააკლდეს დროთა განმავლობაში. პირველი მიზეზი არის რეფრაქციული შეცდომები ქვია ამას. რეფრაქციულ შეცდომებს ეძახიან ჩვენ რას ვეახით ახლო მხედველობას, შორს მხედველობას, აი ამას. ეხლა რა ხდება? დაახლოებით რო წარმოიდგინოთ ასეა, რომ კინოთეატრის დარბაზში პროექტორი გვაქვს და ეს პროექტორი ანათებს ეკრანს. ეკრანზე რო ზუსტად დავინახოთ ფილმი მკვეთრად, ამისთვის პროექტორმა ზუსტად ეკრანს უნდა მიანათოს, ხომ ასეა? თუ პროექტორი ფოკუსს გააკეთებს უფრო ადრე, ვიდრე ეკრანია, ჩვენ დავინახავთ გამოსახულებას ბუნდოვნად და თუ გააკეთებს ფოკუსს იქით ეკრანის მიღმა, ასევე დავინახავთ ეკრანზე გამოსახულებას ბუნდოვნად. აი ეს არის ზუსტად ადამიანისთვის რეფრაქციული შეცდომები. პირველ შემთხვევაში, რასაც ჩვენ ახლო მხედველობას რასაც ვეძახით, როცა ადამიანი ახლოს ხედავს ნორმალურად, მაგრამ შორს ვერ ხედავს, საგზაო ნიშნებს ვერ ხედავს, რა ნომერი მოდის იმას ვერ ხედავს, კლასში ესეთი ბავშვები წინზიან, იმიტომ რომ უკანამერხიდან დაფაზე რა ხდება ვერ ხედავს, ამას ეძახიან ახლო მხედველობას. ახლო მხედველობა არის, როცა ჩვენ თვალში გვაქვს ზუსტად ეს როგორც ეკრანი, ეგეთი ამას ქვია ბადურა და თვალში შედის სინათლე და ბადურაზე უნდა ფოკუსირდეს ზუსტად და ბადურამდე თუ ფოკუსირდება ცოტა ადრე წინ, ბადურის წინ, როგორც ფასტოებს რო ვთქვათ, კალათბურთის ბურთი რო ისროლო და კალათში კი არ ჩავარდეს, კალათამდე ჩავარდეს სადმე და კალათს არ მოხდეს, ხო? აი ესე ხდება ზუსტად, ანუ ფოკუსირდება უფრო ადრე ვიდრე ბადურა და ადამიანი ვერ ხედავს კარგად. რატო ხდება? ძირითადად ხდება რქოვანის გამო, ну ადამიანს ორი სახის ლინზა აქვს მოკლედ რა, ერთი არის გარედან, თვალზე გარედან ზის, რომელსაც რქოვანას ვეძახით და ერთი არის შიგნით ლინზა. და ძირითადად არის რქოვანის გამო, ისე გარდაწყდება მოკლედ სინათლე, რომ უფრო ადრე ფოკუსირდება და ასეთ ადამიანებს ჭირდებათ სათვალე და ასეთ ადამიანებს ჭირდებათ მინუსი. ანუ ახლო მხედველი თუ ადამიანი ჭირდება მინუსი. ეს მინუსის სათვალე გაასწორებს ისე ფოკუსს, რომ ადამიანი დაინახავს სუსტად. მეორე რეფრაქციული შეცდომა არის შორს მხედველობა. შორს მხედველობა არის პირიქით პროცესი ზუსტად, ანუ სინათლე ფოკუსირდება ბადურის მიღმა.
ბადურის მიღმა რომ წარმოგიდგენთ კალიბურსი ბურთი რომ ისროლო და ფარსიქით რომ გადავარდეს ეგ არის გადააცილო. ეგ ხდება ზუსტად აქ. აი ეს ადამიანები რა შრებიან? ეს ადამიანები ვერ ხედავენ კარგად ახლოს. ანუ შორს ხედავენ უკეთესად, მაგრამ ახლოს ვერ ხედავენ კარგად. ახლოს უჭირთ კითხვა და ახლოს გამოსახულები კომპიუტერთან ჯდომა, დიდხანს მუშაობა უჭირთ, თვალების ძალიან დაძაბვა უწევთ, თავის ტკივილი შეიძლება დაეწყოთ და მოკლედ დისკომფორტია ასეთი ადამიანებისთვის ახლოს მუშაობა. ამ ადამიანებსაც სჭირდებათ სათვალე ან ლინზები. ამათ პლუსი. და მესამე ვარიანტი არსებობს ასტიგმატიზმი. ასტიგმატიზმი არის როცა ადამიანი არც ვერც შორს ვერ ხედავს, ვერც ახლოს ვერ ხედავს. ორივეგან ბუნდონად ხედავს. ასტიგმატიზმი ვისაც აქვს იმათან ასე ხდება რომ რამდენადაც მე ფოკუსირდება მოკლედ ეს სინათლე ზოგი ბადურის წინ ზოგი ბადურის უკან არც ერთი ბადურაზე ნუ რაღაც შემომცირე რაღაც ბადურაზე მაგრამ ან ჯამში ამ ბადურის წინ და უკან ანუ ისე რომ თვითონ როგორც წარმოიდგინოთ რომ უნდა იყოს გზა სწორი ხო სწორი გზის ნაცვლად ოღროჩოღროიანი გზა რო გაქვს აქეთ იქით გარდატეხავს სინათლეს და ბადურამდე სწორად ვერ მიდის აი სინათლე. აი გარი ასტიგმატიზმი. ამ რეფრაქციული შეცდომების მკურნალობა სამივესი ახლომხედველობა, შორსმხედველობა და ასტიგმატიზმი სამივესი არის სათვალე ან ლინზები ან კიდე ის ლაზერით მკურნალობის თვის უნდა შეფასდეს თვალი რა მდგომარეობაშია რის მიზეზის გამოა და მე გადაწყდება შესაძლებელია თუ არა და ეფექტურობა ლაზერით მკურნალობის შემთხვევაში. ხო, ეს ვისაც არ უნდა სათვალე რომ ატაროს. სახელები აქვს მაგათ თავისი. ახლომხედველობას ქვია მიოპია, შორსმხედველობას ქვია ჰიპერმიოპია და ასაკთან ერთად რომ ეს ახლოს ვერ კითხულობს ადამიანი რაღაცას, მაგას ქვია პრესბიოპია. ან თავის სახელები აქვს მოკლედ, განსაკუთრებული არაფერი. მეორე ყველაზე მნიშვნელოვანი ხშირი კატარაქტა. კატარაქტა რა არის ახლა? ჩვენ როგორც ვთქვით, თვალში გვაქვს ლინზა, რომელსაც ვეძახით ბროლს და ამას ამბობენ ხოლმე ბროლის შემღვრევას, ეძახიან კატარაქტას. ახლა ბროლის შემღვრევა რა არის? ეს ლინზა, რომელიც უნდა იყოს კრიალა სინამდვილეში და სინათლეს ატარებდეს კარგად, რომ ჭურჭყიანი რო გახდეს, ეგ არის რა. ან რო წარმოიდგინოთ თაფლი, სუფთა თაფლი და მე რო დაშაქრდეს ეს თაფლი. დაახლოებით ეგეთი რაღაცა ემართება დროთა განმავლობაში ამ ბროლს, ამ ლინზას და ადამიანი ხედავს გეგონება გასაწმენდი არისო შუშაო ისე ხედავს და აი მეორე მაგალითი არის მანქანით მიდიხარ თქვა და წინა შუშა რო დაიორთქლება ხოლმე ესეა ზუსტად და ოღონდ მან მნიშვნელოვანი არის რომ ასაკის გამო, მოწევის გამო, ალკოჰოლიზმის გამო და ეს ელასტიურობა თვითგანახლების უნარს რო კარგავს ეს ბროლი შემღვრევა ხდება ნელ-ნელა სხვა მოლეკულებით, ნაწილაკებით და ეგ არის პრობლემა ადამიანი ხედავს უფრო და უფრო ცუდად დროთა განმავლობაში შეიძლება სენსიტიურობა განვითარდეს სინათლეზე ძალიან სინათლემ თვალი მოჭრას მაგალითად ბროლის შუქებმა ან ღამე მომავალი მანქანები რო არის ძალიან აჭყიტებდეს და ვეღარ ხედავდეს ვერაფერს მოკლედ კატარაქტა არის დაავადება რომელიც იკურნება საბედნიეროდ ეს ხელოვნური ბროლი ჩასვავენ ოპერაცია ჭირდება ამოიღებენ ამ ბუნებრივ ბროლს ლინზას და ჩასვავენ ხელოვნურს არის ეფექტური და მკურნალობა არის უსაფრთხო ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო ოპერაცია საერთოდ კი არსებობს კაცობრიობაში ასე რომ ძალიან კარგად იკურნება მოკლედ ეგ არის კატარაქტა შემდეგი მნიშვნელოვანი დაავადება არის მშრალი თვალი ვითარდება ადამიანებს რომლებიც სხედან კომპიუტერთან და მუშაობენ ძირითადად კომპიუტერთან ან თამაშობენ ძალიან დიდ დროს ატარებენ ან ეკრანთან, ტელეფონთან, ნებისმიერ ეკრანთან და თვალებს არ ახამხამებენ ხშირად და თვალები შრება, თვალები რო შრება, შემდეგ ეს თვალის ზედაპირი გამომშრალია, ვერ არასწორად არათანაბრად ირეკლავს სინათლეს და ეს სინათლე
სინათლე არასწორად გარდატყდება და თვალში შედის ეს არასწორად გარდატეხილი სხივები და ამ სხივები უბრალოდ განიბნევა და მოკლედ სუფთა გამოსახულების მიღებას ხელს უშლის და ამას ადამიანები ხედავენ როგორც არ ამკაფიოდ ხედვა, ბუნდოვნად ხედვა და ადამიანი რომელიც ძალიან დიდხანს ატარებს კომპიუტერთან, მე ხედავს რომ ეს თვალი კარგად ვეღარ ხედავს რა. ეგ არის მშრალი თვალის გამო ძალიან ხშირად. რა რითი უნდა უშველოს ადამიანმა მშრალ თვალს? ერთი ვარიანტი არის რომ ყოველ 20 წუთში ერთხელ ადგე და დაახლოებით 6 მეტრის მიდამოში რამე შეხედო 20 წამის განმავლობაში. ან ფოკუსი გააკეთო ყოველ 20 წუთში შორ რაღაცებზე, ეს არის დასვენებ და დასვენებ კუნთებს, რომელიც ფოკუსირებულია ახლო მანძილზე და მისცემს საშუალებას რომ არ დაიძაბოს თვალი, ეს ერთი. მეორე არის რომ შესვენებები რა თქმა უნდა მნიშვნელოვანია. მესამე არის ხელოვნური ცრემლი. მეოთხე რითიც შეიძლება უშუალოდ თვალების ხშირი დახამხამება რომ ცრემლი გადანაწილდეს თვალებზე კარგად და მეხუთე არის ომეგა-3. ომეგა-3-საც აქვს იმისი ეფექტი ერთ-ერთი მათ შორის ერთ-ერთი იმ ბევრ თაგანიდან რომელიც დადებითი თვისებები აქვს ორგანიზმზე, მაგრამ ერთ-ერთი არის რომ აი ამ თვალის დატენიანებას უწყობს ხელს ომეგა-3-ის დალევა. დაავადება რომელიც ადამიანებს ემართება და მხედველობას აუარესებს, ეს არის ასაკთან დაკავშირებული მაკულის დეგენერაცია. მაკულა რომ წარმოიდგინოთ არის ცენტრალური ნაწილი ბადურაზე, ბადურა არის ეკრანი, რომელზეც სინათლე მოდის და სინათლე უნდა აღიქვას ბადურამ, ბადურაზე არსებულმა რეცეპტორებმა და იქ ცენტრალური უბანი რომელიც გამოსახულების სიმკვეთრეზეა პასუხისმგებელი, ანუ ბადურაზეც თანაბრად არაა ყველა რეცეპტორების განლაგება, ზოგან მჭიდროთაა და კარგად აღიქვას გამოსახულება, ზოგან პირიქით. და მაკულა არის ცენტრალური მნიშვნელოვანი რეგიონი, ასაკთან ერთად მისი დაზიანება ხდება ასაკობრივად, 60 წელს ზევით, ოქსიდაციური სტრესი გროვდება, ადამიანები რომლებიც არ იღებენ საკმარისი რაოდენობით ანტიოქსიდანტებს, ეწევიან, გულსის მღწევრთა დაავადებები აქვთ, ჭარბი წონა აქვთ, დიაბეტი აქვთ და სხვა ათეროსკლეროზი მაგალითად, მაღალი ქოლესტერინი. ნელ-ნელა ზიანდება მოკლედ ეს მაკულა ასაკობრივად და ადამიანები ვეღარ ცნობენ კარგად სახეებს, ვეღარ ხედავენ მკვეთრად, სიმკვეთრე, კონტრასტის, განცდის უნარი შეგრძნება უკვე ითდებათ. სწორი ხაზი შეიძლება გადაღუნულად დაინახონ და ასე ნელ-ნელა ვითარდება, 60 წლიდან ძლიერდება, ორი ფორმა არსებობს, მშრალი და სველი, მშრალი ნელ-ნელა ვითარდება და აუარესებს მხედველობას, რაც შეეხება სველი ფორმა, უფრო მძიმეა, უფრო ჩქარა ვითარდება, უფრო საშიშია. სველი რას ნიშნავს? სველი ნიშნავს იმას, რომ აქ ბადურის ქვეშ იწყება სისხლძარღვების ქსელის წარმოქმნა და ეს სისხლძარღვების ქსელი ერთი შეხედვით შეიძლება თქვას ადამიანმა კაია, ბევრი სისხლძარღვების სიამბლეში ჟონავს სისხლძარღვანი ამ ქსელიდან სითხე, ეს სითხე ჟონავს და იღვრება, აწვება ბადურას და დამატებით აზიანებს და ეგ კიდე ცალკე პრობლემაა, მკურნალობა ჭირდება, მკურნალობა მაღალი დოზებით ანტიოქსიდანტებია, ერთი მაკულის დეგენერაციის ტუნელა მიმდინარეობს და თუთია მნიშვნელოვანია ასევე. რაც შეეხება თუ სველი ფორმა, სისხლძარღვების ქსელი თუ ვითარდება, მაგ დროს არის საინექციო პრეპარატები მოკლედ და ლაზერით მკურნალობაც არსებობს, რომ ეს პროცესი მაქსიმალურად შეანელოს ან შეაჩეროს, მკურნალობა მაკულის დეგენერაციას ჭირდება. შემდეგი დაავადება, რომელიც იწვევს მხედველობის პრობლემას, არის გლაუკომა. გლაუკომა არის ვერაგი დაავადება მოკლედ და მთავარი აზრი გლაუკომის არის, რომ ოპტიკური ნერვი გვაქვს, მხედველობის ნერვი, რომელიც დროთა განმავლობაში ზიანდება. ზიანდება იმიტომ, რომ თვალში წნევა იზრდება და თვალში წნევა აწვება ოპტიკურ ნერვს და აზიანებს ნელ-ნელა. ვერაგი დაავადება, ვერაგი იმიტომ, რომ მიმდინარეობს ჩუმად ძალიან დიდი ხნის განმავლობაში და როცა სიმპტომები აღმოცენდება, მერე სიმპტომები როგორც წესი არის შეუქცევადი და უკვე გვიანი ეტაპია ხოლმე. თავიდან არის რომ ესე პერიფერიული მხედველობა, ან გარშემო ვერ ხედავს ადამიანი კარგად და ეჯახებიან მერე ეს ადამიანები რაღაცას, იმიტომ რომ რაღაცა ვერ დაინახეს გვერდიდან.
და ან ფარდისებურად რა ეფარება გეგონება ეს პერიფერიებზე და ნელ-ნელა მე ტუნელის ხედვას ეძახიან ბოლოს უკვე ან მარტო ცენტრში ხედავს ადამიანი კიდე ის არის დიდი პრობლემა გლაუკომის არსებობს გლაუკომის სხვა ფორმებია მოკლედ და ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფორმა არის ზოგადად ნელა ვითარდება გლაუკომა და მწვავე დახურულ კუთხიანი გლაუკომა არის რომელიც ჩქარა ვითარდება საშიშია გადაუდებელ მდგომარეობას წარმოადგენს იცის ძლიერი თვალის ტკივილი მხედველობის პრობლემები ღებინება გულისრევა და თვალთან დაკავშირებული სერიოზული პრობლემები წნევა იმატებს ჩქარა გლაუკომასაც სჭირდება მკურნალობა მოკლედ შემდეგი დაავადება არის დიაბეტური რეტინოპათია. დიაბეტური რეტინოპათია ალბათ მიხვდით რომ დიაბეტიანებს ემართებათ. ადამიანს ვისაც დიაბეტი აქვს, ნელ-ნელა ზიანდება სისხლძარღვები ხო ზიანდება, სისხლძარღვების დაზიანება აზიანებს ბადურას. ბადურა არის ერთ-ერთი ყველაზე ეს ნაზი, სათუთი, ფაქიზი სტრუქტურა ჩვენს ორგანიზმში, რომელსაც ძალიან ნაზი ასევე სისხლძარღვოვანი ქსელი აქვს. და ეს სისხლძარღვები რო ზიანდება, ერთ-ერთი პირველი არის ბადურა, მხედველობა და ამიტომ თავიდან პირველ ეტაპზე არაფერი სიმპტომი შეიძლება არ ქონდეს, ნელ-ნელა ადამიანს ბუნდოვნად ხედვა ეწყება, უარესდება მხედველობა, შეიძლება ხანდახანობით ქონდეს ეს ბუნდოვნად ხედვა, მერე უფრო და უფრო სტაბილურად უმძიმდება შეიძლება რაღაც მოცურავე რაღაცებსაც ხედავდეს ადამიანი თვალში მცირე სისხლშექცევების გამო დიაბეტური რეტინოპათია დამახასიათებელია ადამიანებისთვის ვისაც აქვს დიაბეტი ამიტომ დიაბეტს ყოველთვის სჭირდება მკურნალობა რათა თავიდან ავიცილოს აი ეგეთი გართულებები როგორც არის დიაბეტური რეტინოპათია მაგალითად კიდე არის რამდენიმე მნიშვნელოვანი დაავადება ბადურის აშრებება მაგალითად რომელიც ასევე გადაუდებელი მდგომარეობაა რომ ერთ ბაშად კარგავს მხედველობის ველს ადამიანი რაღაცა ნაწილის უზე ვეღარ ხედავს საერთოდ და ეგ აღარ აღდგება თუ სასწრაფო წესით ოპერაცია არ ჩატარდა და თუ სასწრაფოდ არ უმკურნალა ადამიანმა მოკლედ შეიძლება დაბრმავდეს ადამიანი ამიტომ გადაუდებელი მდგომარეობაა ასევე სიმსივნეები შეიძლება განვითარდეს თვალში იშვიათია მაგრამ მაინც მაგალითად მელანომა რომელმაც ასევე მხედველობის პრობლემები შეიძლება გამოიწვიოს ინტრაოკულარული მელანომა მაგალითად თვალში მელანომა შესაძლებელია იშვიათია მაგრამ მაინც და ოპტიკური ნევრიტი კიდე რომელიც ნერვის ანთებაა ამ ოპტიკური მხედველობის ნერვის რომელიც ასევე სერიოზული მდგომარეობაა ხო აი ესენია ძირითადად რაც მხედველობის გაუარესებას იწვევს და გვხდება ყველაზე ხშირები მაინც არის რეფრაქციული შეცდომები ახლა მხედველობა შორს მხედველობა ასტიგმატიზმი და კატარაქტა აი ეს იყო რისი თქმაც მინდოდა მადლობა რომ მისმენდით მადლობა რომ გაინტერესებთ თუ მოგწონთ ჩემი ვიდეოები დალაიქეთ თუ მოგწონთ ჩემი არხი გამოწერეთ მადლობა ინტერესისთვის